მოგესალმებით, მე ვარ ანა, ანეტის სამოსის დამფუძნებელი, ბრენდი, რომელიც პლუს ზომის ქალბატონებისთვის ქმნის კომფორტულ ნაწარმს. დღევანდელი ვიდეო მნიშვნელოვანია და დაეხმარება მათ, ვინც ტანსაცმელს ხშირად ყიდულობს ონლაინ. ონლაინ ვაჭრობას მზარდი ტენდენცია აქვს. ეს არის პროდუქტის ფართო არჩევანი და დროის ეკონომია, რაც ძალიან დიდ უპირატესობას ქმნის. მაგრამ ონლაინ შენაძენის დროს თქვენ უნდა იყოთ დაცული შეცდომისგან და ნაწარმის ზომა განსაზღვროთ სწორად. რა უნდა იცოდეთ ამისთვის? მხრიანი ნაწარმის შეძენამდე აუცილებელია თქვენი გულმკერდის და თეძოს გარშემოწერილობის დაზუსტება. დღეს ვისაუბროთ თუ როგორ უნდა გავზომოთ სწორად გულმკერდის გარშემოწერილობა. ამისთვის დაგჭირდებათ სანტიმეტრული ლენტი და მეგობრის დახმარება. მე თვალსაჩინოებისთვის მანიკენზე გაჩვენებთ იმ ანთროპომეტრიულ წერტილებს, სადაც უნდა გავატაროთ ლენტი, რომ განზომვა განვახორციელოთ სწორად. გულმკერდის გარშემოწერილობა იზომება ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. მანეკენის ზურგის მხარე. კარგად ჩანს. ერთი ჰორიზონტალური სიბრტყე. გვერდის მხარე და წინა მხარეს კალთაზე სანტიმეტრული ლენტი გაივლის კერდის უკიდურესად ამობურცულ წერტილებზე და შეიკრება მარჯვენა მხარეს. ზედმეტად ვიწროთ ლენტი არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ სუნთქვის დროს დიაფრაგმა ცვალებადია. ასე იზომება მკერდის გარშემოწერილობა, საიდანაც შემდგომში იწარმოება მხრიანი ნაწარმის ზომა. ჩვენ რომ ვუწოდებთ 58, 60, 62, 3XL, 5XL და ასე შემდეგ ზომებს. გულმკერდის გარშემოწერილობიდან ვღებულობთ ნაწარმის ზომას. ამ წესის გამოყენება თქვენ ყოველთვის გაგიადვილებთ ნაწარმის არჩევას. შემდეგ ვიდეოში მივყვეთ თანმიმდევრობას და განვიხილოთ, ვისაუბროთ თუ სად არის ფიგურაზე წელისხაზი და როგორ გავზომოთ ის. შეხვედრამდე.